ჩვენთან ერთად იქნება და არის იქნება არის და ასტამარადის და ირინე აღაპიშვილი ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი გახლავთ ხალბატონი ირინა და რასთავარია ჩვენი მეგობარი გახლავთ ჩვენი მეგობარი აი ზუსტად მაგიტო ვფიქრობ ხოლმე რომ აი რეგალიები აღარ გამოცვენ თორე ჩვენ მაყურებელი ო იციან უკვე რა რატო დროს რატო აი დრო რატო უნდა დავყარდეთ დილავში მოგესალმებით ყველას მოგესალმებით და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გაიხარეთ. ესე იგი ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. ხო, კი. შენ გაინტერესებს მაგალითად ივნისში როგორია ეს რომელია ჯადოსნური თარიღები? ივნისში? ხო. კი, ვიცი, ზუსტად. 5 ივლისი არის ჯადოსნური თარიღი, იმიტომ რომ ჩემი გოგონას დაბადების დღე არის თემიანი. რომ აბა მაგას ჯადოსნური მე არ ვიცი. ხო, მართალი ხარ, კი. გულები აქეთ. ბევრი გულები. მაგრამ ეხა ზოგადად რო ვისაუბროთ, აი რომელია ივნისის ჯადოსნური რიცხვები, რომ ყველასთვის იყოს ისეთი, აი შენთვის 5 რიცხვი. ხო, აი როგორი ჯადოსნური, რა ჯადოსნობაზე ვსაუბრობთ ესეთ რო გავიგოთ. კი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ისევ და ისევ თუ თქვენ გვეტყვით და თქვენ გაგვანებთ. კი ბატონო, აბა გისმენთ, ეხლა გვითხარით 5 ივლისის გარდა რომელია კიდევ ჯადოსნური თარიღები. ხო, და კი, ხო, კაი, მაგას კი. ვაიმე, ბევრი კითხვები მაქვს, ეხლა მოიცადე, ჯერ დაგაჩვენე, თორემ მე თუ მოგიქოქებს, კი. კარგი ბატონო, დავიწყოთ მაშინ ივნისის თემა შეირჩა და მიხარია, იმიტომ რომ ივნისი მართლა ძალიან საინტერესო არის წელს. ყოველ წელს არის, მაგრამ ნუ მინდა გითხრათ, რომ ეხლა განსაკუთრებით. აბა. ერთია ხალხო, პირველი გოლი გატანილია. გენაცვალეთ, აბა რა. ეხლა მითხარით რომ ვიცოდი მე წინასწარ ასე რომ მოხდებოდა. არა, სიმართლე რომ გითხრა, არა, იმიტომ რომ არც ვიყურები იქითკენ იმდენად ნერვიულობ და იმდენად გულშემატკივრობ. სუბიექტური გამოდის და არაფერი რეალურად აღარ გავხიბა. ასე რომ თემას რო დაუბრუნდეთ 20 რიცხვიდან საკმაოდ ძლიერი, ენერგეტიკურად ძლიერი დღეები არის და დრო და უკვე დაიწყო, მაგრამ აი წინასწარ მინდა გითხრათ 20-ში რაც დაიწყო და გეტყვით კიდევაც რა არის დაწყებული და როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ 3 ასპექტია. პირველი ასპექტი არის განწმენდა და ის ნეგატივის და ცუდი თვალის და რაღაცეების მოშორება და თუნდაც შიშების თუნდაც იმ გეგმების, რომლების, ასე ვთქვათ, რომლის გაკეთება და მიღწევა ვერ მოვასწარით, მაგრამ ტვირთად გვაქვს და გვინდა მოვიშოროთ. მეორე ასპექტი არის, რა თქმა უნდა, სურვილის ასრულება და აქ ყველაზე მთავარია, როგორ უნდა ჩავიფიქროთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ და რა ქმედება უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ოცნებას თუ გეგმას თუ რასაც დავარ მიზანს, მოდით ესე დავუყოთ. და მესამე ასპექტი, მე რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი სტორიტელინგი უნდა მოგიყვეთ, რეალურად რაც რეალური ისტორია ცხოვრებიდან. სტორიტელინგი, მაპატიეთ, მოდით ქართულად ავხსნათ ეს ამბავი, ანუ რეალური ისტორია, რომელიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მინდა გაგიზიარო და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს რაღაცები გაგახსენდებათ, ამოგიტივტივდებათ მეხსიერებაში და ითქვით, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს არ მოყვები. კარგით, არა საჭირო. და ეს მესამე ასპექტი რა არის, რომ თუ გვაქვს რაღაცა კითხვა და ძალიან გსურს წყურია პასუხის მოძიება და არ ვიცით, აი რეალურად შეიძლება შემოთავაზება არის, შეიძლება რაღაცაზე ვფიქრობთ, თქო ცოტა მასშტაბურზე მაქვს საუბარი, ის კი არა რომ მაგალითად აი არ ვიცი, ივლისში მალდივებზე მივდივარ დასასვენებლად. არა, ეს არ განიხილება. ეგეც კაი მასშტაბური არის, მართალი რომ გითხრა. დამიჯერე ბევრად მასშტაბურებიც არსებობს და აი მე ბილეთების ფას გაჩვენებ და ნახავთ მასშტაბური არის თუ არა. ხო, ბილეთების ფასი ძალიან მასშტაბურია. მაშინ მეორე ასპექტს დავუბრუნდეთ, რა უნდა გავაკეთოთ? აი ეს მინდოდა, ეს ოკეი. აი ეგ 3-დან ისი თქვა მინდა მოკლედ ეხლა 20 ივნისი იყო მზე ბუდობა. წესი და რიგით ეს ხდება ხოლმე 21-ში, ანუ ეს ის არის, როცა ყველაზე მოკლე ღამე არის და ყველაზე დიდი დღე არის. ანუ ეს არის ის დრო, როცა იანის ენერგია, ანუ მამაკაცის ენერგია, ეს აქტიური, ასეთი ოპტიმიზმი, პოზიტივი პიქშია, თავის პიქს აღწევს და ზუსტად 3-4 დღის განმავლობაში არის ის ჯადოსნური თარიღები, როცა ჩვენ შეგვიძლია ეს ჯადოსნობა, ასე ვთქვათ, ჩავატაროთ. ეს რიტუალები, ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე 3 ასპექტი, მაგრამ აქ კითხვა და Facebook-ზეც მოიწერა ხალხმა, რომ რატო 20-შიო, ყოველთვის ვიცოდით 21-22-ზე, ანუ გამთენისას. იმიტომ რომ წელს არის თებერვალი 29 დღით და შესაბამისად გადაიწია ის ერთი დღე და არ მიკვირდა, სულ მიკვირდა, რატო ისი ბრალია თქო ვეძებდი. ისე ხო იცით რომ ამბობენ რომ 30 ეს ომი რო დაიწყო მაგ დროს 41-ში კაი დღე რო იყო, რამ გაადარია ის გერმანელებმა.
ეგ ცალკე თეორია. ცალკე, ხო, უკასროც ფაქტი. ოღონდ ახლა როგორ ჩამწერ კითხვა? არა, ეს ძალიან საინტერესო კითხვა და მე მინდა გითხრა, ჯერ კიდევ მაშინ უნივერსიტეტში რო ვსწავლობდი, დაცვის თემა მქონდა, მე ზუსტად ეგ არა, მართლა და გარდა იმისა, რომ დოკუმენტალურად გვაინტერესებდა როგორ რა, ნუ ეგ დაცვის თემა იყო და რა თქმა უნდა სიღრმეში უნდა ჩავსულიყო. დაიცავით მერე? აი ეს ეზოთერიკული მხარეც ძალიან ძლიერი იყო სხვათა შორის აი ეს მსოფლიო ომის დროს და გეცოდინება კი რა თქმა უნდა მთელი ოკულტური მეცნიერების ის იყო კი ამაზე აღარ დავიწყებ თუ რა გრაალის იმას ეძებდნენ ექსპედიციებს გზავნიდა ჰიტლერი მაშინ რა ქვია ტიბეტში და იყო ერთი ამბავი ბორჩალოს რო დაემსგავსენ მაგრამ ერთადერთი ის დადის ასე თქვა თეორია თუ მითი თუ რა არასწორი მიმართულებით რო დაახატინეს ის დროზე იმის კი ბატონო ნუ მოკლედ ეგ სხვა თემა მაგრამ ივნის დაუბრუნდა ანონსი კი ბატონო ასე რომ 21-დან ეს თავისი პიკში რო შევიდა იანის ენერგია ხო აქ რისი თქმა მინდა კიდე რას ნიშნავს რომ თავის პიკს მიაღწია იმას ნიშნავს რომ წლის პირველი ნახევარი აი პირველი 6 თვე დამთავრდა და გადავდივართ მეორე ფაზაში ანუ ინის ენერგიის მეფობის წლის მეორე ნახევარში გადავდივართ ცოტა გრძელი გამომივიდა წინადადება მაგრამ ეგრეა და ძირითადი მაჩვენებელი რითი განსხვავდება რომ იანის ნახევარში ჩვენ ვაძლევთ გავცემთ ინის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ანუ ესეც მინდა გითხრა ხომ მკითხე ოღონდ ამას გავასრულებ რომ იანი და ინი ეგ ბალანსია თავისთავად მაგრამ აი ამ 6 თვის განმავლობაში რა ქმედებაც გავაკეთეთ რა როგორ გითხრათ ნაბიჯები გადავდგით მოკლედ ჩვენი ქმედების შედეგად ეხლა მივიღებთ აუცილებლად იმას ну რისი მოდი ახლა მიზეს შედეგობრივი ამბავი დაიმახსოვრეთ ცოტა ხნით შეგაწყვეტინებთ კარგი ახლა სამი ასპექტი კი ბატონო ეს ყველაფერი ჯადოსნური დღეები გრძელდება 20-დან და თვის ბოლომდე ну რა თქმა უნდა პიკი იყო 21 22 23 24 მაგრამ ვინც ვერ მოასწრო მაგალითად ну არ იყო განწყობაზე ფიზიკურად რო არ ქონდა და ასე შემდეგ მინდა გითხრათ რომ თვის ბოლომდე შეგვიძლია ეგ სამივე ასპექტი გავაგრძელოთ და შევავსოთ და გავაკეთოთ და შედეგი იქნება წინვალი კი ბატონო თვის ბოლომდე ანუ კვირის ბოლომდე ეგრე გამოდის მე ვიცხოვროთ ლაღად და მივიღოთ ის შედეგები კი ბატონო რაზეც მუშაობთ ეხლა. ნუ პირველი განწმენდა ეგ ყველაზე მარტივია მე მგონი ამ სამიდან, იმიტომ რომ ვიცით უკვე რომ მაქსიმალურად ვანიავებთ ოთახს, ბინას, სივრცეს, სადაც უფრო მეტ დროს ვატარებთ, რეალურად რომ შემოუშვათ აი ეს მზის სხივები შიგნით. ეს ლოცვა იქნება, ასკეზის აღება იქნება, სანთლების დანთება იქნება, ნებისმიერი რაღაცა განკუთვნილი დრო სპეციალურად არ არის, იმიტომ რომ კვირის ბოლომდე ამას ვაკეთებთ. აი მეორე და მესამე ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესოა პირველი როგორ ვიფიქროთ ეს სურვილები, ხო, განწმენდასთან დაკავშირებით დამავიწყდა. ვიღებთ ფურცელს ჩვეულებრივს, ან კალმისტარი, ან ჯობია ფანქრით დავწეროთ, დღის განმავლობაში იმ მომენტში არ არის აუცილებელი, რომ 100 პუნქტი შევავსოთ და რაღაცა. ის შიშები, ან ის საქმეები, მოკლედ ის რისი მოშორება გსურს და დღის განმავლობაში ამ სიას რომ ვადგენთ, საღამოს 12-ისკენ დავწვათ და მოვიშოროთ, ოღონდ აქ თავთან მუშაობთ გადააგდენები არ არის პრობლემა ფერფლი ახლა ისეთი თემაა ალთან ერთად უნდა მიიღო და არა შამპანიოში რო უნდა იმას გადაწოდა მე გავაკეთე ეგ სხვათა შორის პლაცებოს ეფექტია და ძალიან კარგად მუშაობს ეგ შამპანიური იქნება წვენი იქნება კუჭნაწლავზე მთლაცილება დადებითად ვერ იმოქმედოს მაგრამ ხალადი უჭამე ძალიან ჯობია დავარია მიზანი შენ ეგ თუ აგისრულდა თუ არა იმიტომ რომ ეგ ყველაზე საინტერესოა ისე გამწერდი რომ აღარც მახსოვს რა ეგ უნდა და 12 საათი ახალ წელს ეს შეხვდი ზუსტად ისე უნდა გაწვა ბოლომდე და უფრო მარტივი იქნება და სიჩქარის გარ ვეღარ ვასწარე უცებ ეს ხო ჩავყარი რაც იყო ქაღალდები იყო რეალურად და დაბლიე 12 შენ მოგიგვტი მე როგორი ნაწყვალები ხარ აი უკაცრავად ამის შესახებ პათოლოგიური მე ვისაუბრებთ რა ქვია განშტოებები შესაბამისად ხო დღის განმავლობაში ამ სიას რო ვავსებთ საღამოს დავწვათ ეგ შეგვიძლია თვის კვირის ბოლომდე გავაკეთოთ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ერთ დღეში მოხდეს ეგ ამბავი მაგრამ ნუ ეს ისეთი პროცედურა და რეალურად მოვიშოროთ აი დავჯდეთ და ვიფიქროთ აი ეს გალოჭკას რო უძახიან ხო იცით რომ თვირთად გადევს და ვერაკეთებ ვერც აკეთებ
შიშები, გეგმები, საქმეები, რაღაცა ისეთი რაღაცა, რისი მოშორებაც გსურს. ეხლა მეორე, სურვილის ჩაფიქრება. აი სურვილისთვის, აი ეგ კვირალი ძალიან კარგი. სხვათა შორის დღეს 12-დან გადაბმულად 4-მდე გადასარევი მომენტია აღმოსავლეთის მხარეს თუ დავჯდებით და დავწერთ. მაქსიმუმ ჯობია კონცენტრირება მოვახდინოთ 3 კონკრეტულ სურვილზე და ცოტა მასშტაბურ რაღაცეებზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ კიდევაც. მესამე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და დღეს მინდა მოგიყვეთ. ეს არის კითხვაზე პასუხი. აი ხო არსებობს რაღაცა რომ შიგნით გაქვს, ატარებ და ეძებ პასუხს, ისეთი კითხვაა. ტექნიკა არსებობს ესეთი და მინდა გითხრათ რომ გამოცდილი მაქვს და მიყვარს ძალიან და მოგიყვებით ახლა რეალურად ცხოვრებაში როგორია. ძილის წინ, აი ღამე ძილის წინ, ოღონდ არა ინტერნეტი, არა რაღაცა მონიტორში რო ვარ ვატიკტოკებ და ასე შემდეგ, არა, 1-2 წუთი შენ თავთან და სამყაროსთან მოდით ესე ვთქვათ, კონკრეტულად დავსვათ კითხვა და სასურველია გავაჟღეროთ კიდევაც. აი თქვათ, რა მაინტერესებს, ოღონდ ძალიან კონკრეტულად. ან რა გავაკეთო? ხო, სიტყვა ყოველთვის ჯობია რომ იყოს, სიტყვა კი არა, კითხვა ჯობია ყოველთვის იყოს ისეთი ფორმულირებით, რომელშიც ჩადებული იქნება რომ კონკრეტულ ქმედებაზე პასუხი. ისე კი არა, მინდა თუ არა, არა. რა გავაკეთო, რა ნაბიჯები გადავდგა იმისთვის, რომ ივლისში წავიდე დასასვენებლად მალდივებს. აჰა, ხო ეს. რა გავაკეთო, ან რა ნაბიჯები გადავდგა იმისთვის, რომ საინტერესო მიმზიდველ ფაში, მაგრამ ვინ პასუხობს? ნახეთ, გეტყვი ზუსტად. ტექნიკა ისე მუშაობს, ჩვენ ისე პლაცებო, ისე ჩვენ თავთან და სამყაროსთან მოდით ასე ვთქვა და ენერგიებთან, რომ ძილის წინ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კონცენტრირებით დავიძინოთ. და შედეგი და პასუხი გარანტირებულად მოდის დილით მაქსიმუმ მომდევნო დღის განმავლობაში. ამ პასუხს ვიღებ ნიშნის სახით. ეს შეიძლება სარეკლამო ბანერი დამხვდეს. აი, მაგალითად, სამსახურში მოვდივართ მანქანით და ისეთი სარეკლამო ბანერია, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ კითხვაზე. შეიძლება ტელევიზორის ჩართვის დროს ისეთი ფრაზა დავიჭიროთ, რომელიც ზუსტად ემთხვევა და ასე შემდეგ. ეხლა მოგიყვეთ რაღაცა, დრო გვაქვს ერთმანეთში. არა, თითქმის აღარ. ფილმს ვუყურებ, მელოდრამა არის. მრავალსერიანი თუ არ არის, შეგვიძლია. არ არის, გეტყვით უცებ, ესე იგი, იქ სიუჟეტი მელოდრამა არის ჩვეულებრივი, რომელსაც ქვია მემკვიდრეობა კოტელნის სანაპიროზე. თუ დავსორჩავთ YouTube-ში, ვნახ. მოკლედ სიტუაცია ისეთია, რომ ბიჭი და გოგო მელოდრამაა ჩვეულებრივი, მოკლედ რაღაცა დრამაა შიგნით და ეხლა გოგო ზის და ფიქრობს როგორ დავეწიო ისა boyfriends, ასე ვთქვათ, რომელიც წავიდა მოტოციკლით სადღაცა და არ იცის რა ქნას. ეხლა დროში ის მიდის სადღაცა თუ რაღაცა ჯდება ასე სანაპიროზე და ხმამაღლა ამბობს ამ სიტყვებით, რომ სამყარო მაჩვენე ის გზა, რითაც მე შემიძლია მას დავეწიო. აი ამ ფორმულირებით და მე წინა საღამოს მაგ დაწერილი ფურცელზე, რომ სამყარო ძალიან გთხოვ მაჩვენე რა გზით და მე მიწერია მე რისი მიღწევა მსურს. დაგეწერა. გავჩერდი, გავოგნდი, გავშეშდი, იმიტომ რომ იქიდან მოდის პასუხი. კი ბატონო. ის ხმით, ასე ვთქვათ, კადრის მიღმა, რომ სამყაროს პასუხი იარე წყლით. მე რა მოხდა მელოდრამაში, გეფიცები არ მახსოვს. გეყურებინათ რა ესე იგი. არა, და მე გვიან მივხვდი, იმიტომ რომ ამისი გაშიფრვა რას ნიშნავს, რომ იარე წყლით ამ მეტაფიზიკაში და 5 ელემენტის დამოკიდებულების შიგნით ნიშნავს სოციალური მედიის მეშვეობით და SMM მეშვეობით, რომ მიაღწიე შენს მიზანს. ნუ ხახნო ვერ აღიქვთ, მართლა ესე გავაკეთე, მივხვდი, ძალიან აქტიურად გავუშვი პოსტები, რეკლამები, რაღაცეები, ის ბუსტები ჩავრთე და რეალურად მივაღწია. ასე რომ ძალიან საინტერესოა, მაგრამ ბევრი კითხვები გააჩნიათ, მართალი რომ გითხრათ და ანუ საინტერესო, მაგრამ მინდა ყველას ვუსურო, აი ეს ნიშნები სამყაროდან რომ მოდის, აუცილებლად დავინახოთ და შევიმჩნიოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.